Izveli Tbilisi, რომელსაც ჩვენ გულისხმობდით და რომელსაც გრიშაშვილი უმღეროდა და იეთიმ გურჯი და კიდევ ადრე ის ფაქტიურად აღარაფერი აღარ არის, იქიდან არის დარჩენილი აბანოები, ნარიყალა, დარიჯანის სასახლე და კიდევ ერთი-ორი ეს სულ ერთი ხელი გეყოფა. ძველი ქალაქი თავდებოდა თავისუფლების მოედანთან. აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის კუთხეში იქ იყო ესა და იმის აქეთ იყო ცარიელი ადგილი. და უბრალოდ მე-19 საუკუნის დადგომისას დაიწყო ამ ახალი უბნის შექმნა. ეს არის სოლოლაკი, ძალიან ინტენსიურად შენდებოდა ეს სოლოლაკი, ინტენსიურად. მისი გეგმარება რო ნახოთ, ბარსელონის და ნიუ-იორკის გეგმარებას გავს ისე, იმიტომ რომ ეხლა კი ბევრი შეიცვალა ალბათ, მაგრამ აი ძველად რო გენახათ, ისეთივე სტრიტები და ავენიუები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ისინი, ჰორიზონტალური ქუჩები იყო ამ სოლოლაკში და იყო ვერტიკალური თაწმინდისკენ ამავალი ქუჩები. აი ამ გეგმარებაში ჩაისვა ახალი ბურჟუაზიის შენობები. როგორც წესი, ესენი იყვნენ მდიდარი, ან ახლად გამდიდრებული ხალხი და როგორც წესი, არაქართველები. ქართველი თავადები, როგორც წესი, აგრარულ საქმიანობას ეწეოდნენ, იყვნენ სოფლებში, 1000 ერთხელ ჩამოდიოდნენ, კი მე მე-19 საუკუნის ბოლოს სასახლეების გაუჩნდა თბილისში და ყველაფერი, მაგრამ მაინც ეპიზოდური იყო. თბილისის აღორძინება, რაც ქვია, გაევროპელობა, რაც ქვია, ესე იგი ცივილიზაციაში შესვლა, რაც ქვია, ყველაფერი დაკავშირებული არის მეფის ნაცვალ ვორონცოვის ჩამოსვლასთან. მართალია ეს იყო ტიპიური წარმომადგენელი ეს რუსეთის იმპერიისა, არასოდეს ეს იმპერიული ინტერესები არ ავიწყდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი გაუკეთა საქართველოს. ესე იგი ეს ძველი თბილისის შენობები შეიძლება უსასრულოდ ათვალიერო. ყველა შენობა არის ძალიან საინტერესო, რაც შემორჩენილია, იმიტომ რომ უმოწყალოდ ინგრევა, ესე იგი მთიდან ჩამომავალი წყალი, ესე იგი მთაწმინდიდან ჩამომავალი წყალი, მეტრო, 1000 მიწის გაყვანილობა და მიშენებები, უხარისხო მიშენებები და რაც თავარია, ნაკლები ყურადღება, რომელიც დღეს ექცევა ამ საქმეს. ეს შენობები თავისი ფასადებით ძალიან აგავს ევროპულ შენობებს. თქვენ რომ გაიაროთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ეს არის ტიპიური ევროპული ქალაქის და ამას ბევრი აღნიშნავს, მაგრამ ეზო აქვს აღმოსავლური, ესე იგი ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, აღმოსავლური, ეს არის ხის აივნები არის, რომელიც წარმოადგენს აი თბილისის ერთ-ერთ მშვენებას, ერთ-ერთ ღირსებას და სამეურნეო საქმიანობისთვის რასკორველია ეს აღმოსავლური ტიპი, აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ევროპულ შენობებში ვერც შაქაფულს ვერ გავაკეთებდი და ვერც მწვავს ვერ შეწვავდი. აი ესეთი სიტუაცია. გაკეთებული არის სხვადასხვა დროს, გაკეთებული არის სხვადასხვა ოსტატების დროს და არის რაღაც თბილისი ისედაც ეს როგორც ეს მულტიკულტურული ქალაქი, ერთგვარ მიქსს წარმოადგენს, რაღაც დიდი ნარევი არის ძალიან ბევრი რაღაცისა. ეს დროშიც არის გაწელილი ეს ნარევი და სივრცეშიც არის გაწელილი. ესე იგი, ჯერთი თქვენ თუ ნახავთ ევროპულ ქალაქებს, ყველგან არის კომპაქტური დასახლებები სხვადასხვა ეროვნების ხალხისა. აი მაგალითად, აი ეს ჩაინათაუნები რომ არის, ცალკე უბნები არის, აღმოსავლელები, ცალკე უბნები არის, რა ვიცი, ებრაელები და თბილისში ეს ამბავი ასე არ იყო და ყოველთვის იყო ესეთი ნარევი იყო და აი სწორედ ამ ნარევმა ყველაფერში, ყოფაში, სიტუაციაში და ნაწილობრივ არქიტექტურაში შექმნა აი ესეთი ნარევი, რაც არის ყველაზე საინტერესო. ამ შენობების ერთ-ერთი ძალიან კაი მახასიათებელი არის, როგორც აღნიშნე, არის სამკაულები. გამოირჩევა ეს კედლის ქანდაკება, ეგრეთ წოდებული, და ამ კედლის ქანდაკებაში კიდე გამოყოფილად ეს მასკარონები, ესე იგი ეს ქალების, მამაკაცების, ბავშვების, ცხოველების, მითოლოგიური გმირების, ესე იგი სხვადასხვა ატლანტების, ეს თევზქალების, ეშმაკების და მათ გამოსახულებები, ძირითადად თავები, ხანდახან ფიგურებიც არის ხოლმე. ძალიან საინტერესო ის არის, რომ ქართულ არქიტექტურაში პრაქტიკულად ვერ ხვდებით ჩვენ შენობაზე ქანდაკებას. თუ კი იყო რაღაცა ნიშნები ამ შეყვანისა ამ იმისი ქანდაკებისა, ეს იყო ძირითადად ორნამენტები. ძალიან მძიმედ მოიძებნება ქართული დეკორატიული მოტივები. აი, ერთ-ერთი შენობა არის სწორედ ამ განის ქუჩაზე მდებარე გერმანელი არქიტექტორის ქართული წარმოშობის, საქართველოში დაბადებული გერმანელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის შენობა, საცხოვრებელი სახლი. ეს არის გალაქტიონის 22 ნომერი, რომელიც აი დახუნძლული არის ქართული საეკლესიო არქიტექტურული მოტივებით, ორნამენტებითა და ემით. აი ერთ-ერთი შენობა ეს არის, რომ აღნიშნოთ თქვათ ისე ხაზგასმულად. სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ. სამაგიეროდ მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურის, თბილისის შენობების, დეკორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის
ერთ-ერთი სამკაული არის ეგრეთ წოდებული მასკარონები, რომლებიც ძალიან უხვად არის მიმობნეული ქალაქში. რა არის ეს მასკარონი? გამოჩნდა ევროპაში მე-17 საუკუნიდან, ძირითადად მოწინავე ევროპულ ქვეყნებში, იტალიიდან ცხადია დაწყებული და მერე მოედო სულ ყველას და დღეს ფაქტიურად არ არის ევროპული ქალაქი, ან ხო ევროპასთან კავშირში მყოფი ქალაქი, სადაც არ იყოს დიდი რაოდენობა მე-18 საუკუნის ევროპული მასკარონებისა. მასკარონი ეს არის მამაკაცის, ქალის, ბავშვის მითოლოგიური გმირების, ესე იგი, როგორიც არის, თქვათ, ეშმაკები, ქალთევზები, კათოლიკური და მართლმადიდებლური იქიდან პანთეონიდან არაფერი არ არის და ბიბლიური სიუჟეტებიდან პრაქტიკულად არაფერი არის ნახვარი, მაგრამ აი ეს წარმართული გმირები აუარებელია და ძალიან ბევრია. მასკარონები ძირითადად კეთდებოდა აი ეს ერთი ყალებიდან ხდებოდა ჩამოსხმა თაბაშირში და მერე მოთავსება ამ შენობაზე. თბილისმაც სასკორული ამას ვერ აუარა გვერდი და ამიტომ აუარებელი სხვადასხვანაირი მასკარონები, ეს თავები, კედლის ქანდაკებები ჩანს ამ თბილისის არქიტექტურაში. მაგრამ სინამდვილეში როგორც ანგარიშეს სულ 30 ყალებისა, 30 ტიპისაა სულ და ეს 30 ტიპი არის მიმობნეული არა მარტო თბილისში, არამედ მთელ ევროპაში და ამიტომ არის ხოლმე რომ ან უნგრეთში, ან იმაში სადღაც წააწყდებიან იტალიაში ამ თავს და გონია რომ თბილისური თავი და ეროვნების გარეშე არიან ესენი ფიგურები, ლამაზი ქალები, ლამაზი კაცები, საყვარელი ბავშვები, ცხოველები ყველანაირი. ნუ ამ ცხოველებზე მინდა დავუმატო, რომ კიდე ცალკე თემაა ლომის თავები. ლომებს ძალიან ბევრს იყენებდნენ როგორც რაღაც სიძლიერისა და სიბრძნის სიმბოლოდ და ძალიან ბევრია თბილისშიც არის ერთი, რა ვიცი, 40-50-მდე არის ეს ლომები. რასაკურველია ძირითადი დღევანდელი გამოსახედია და იყო სილამაზის რასკვლელი მომატება შენობისადმი. რასკვლელი ამას ემატებოდა ზემოდან კიდევ ისა, რომ რაღაც გარკვეული გმირები არის, რაღაც კონდათ რაღაც პრეფერენციები, რომ აი ზოგს უნდა უფრო ის ქალები, ზოგს კაცები და ამის მიხედვით არჩევდნენ. კიდევ უფრო სიღრმეში რო წავიდეთ, რასკურველია არსებობდა ასეთი რაღაც ისეთი საკრალური შეხედულება, რომ ავისულებისაგან იცავდნენ. განსაკუთრებული აყვავება ამან ყველაფერმა ნახა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ევროპიდან შემოვიდა ახალი სტილი, ეს ეგრეთ წოდებული არნუვო, გერმანიაში იუგენსტილი ერქვა მაგას, საფრანგეთში არნუვო ერქვა და ინგლისში კიდე სხვა სახელი და ავსტრიაში კიდე სეცესიონი და ასე შემდეგ. აი ამ სტილში იყო ეს სტილი არის ფაქტიურად რა იცი ბუნებასთან იმასთან კავშირი, რაღაც ძალიან დიდი ლირიკა, ძალიან ისეთი პოეტური ფორმები და ამიტომ დამახასიათებელი ამ ფორმისა ძალიან ლამაზი ქალის ფიგურები, თავები, აუარებელი ყვავილები, ყვავილოვანი დეკორი და ასე შემდეგ. როგორც წესი, ჩამოქონდათ ყალებები ევროპიდან, მაგრამ მერე სიტუაცია მოიტანა ის, რომ თბილისში ჩამოვიდნენ ეს ოსტატები, თვითონ ევროპელი ოსტატები და რამოდენიმე სახელოსნო გააკეთეს. 2-3 სახელოსნო იყო სხვათა შორის თბილისში, რომელიც ძალიან მძლავრად დიდი დატვირთვით მუშაობდა. აი 30 როგორც აღმოჩნდა 30-მდე მოდელის ყალებები ჰქონდათ და იქიდან ასხავდნენ ამ იმეებს და აკეთებდნენ ძალიან ინტენსიურად. ერთ-ერთი იყო ძალიან ცნობილი ფირმა, ვინმე ნოვაკისა, რომელთანაც ძალიან ცნობილი ერთი მოქანდაკე კარლ სოუჩეკი მუშაობდა. 1-2 ქართველიც იყვნენ შიგნით, მოდებული არის თბილისზე მათი პროდუქცია. ეს არის მასობრივი წარმოების, აი ბურჟუაზიული ეპოქისათვის დამახასიათებელი მასობრივი წარმოების ერთ-ერთი ფორმა. თუ კი რამე სფეროში შეიძლება ითქვას საქართველოს მიდრეკილებაზე ევროპისაკენ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომ ძალიან უხვად არის მიმობნეული ქალაქში.